შეზღუდვა, იმიტომ რომ თუ როდესმე ამის პრეცედენტი მოხდა ქვეყანაში, ნებისმიერ მთავრობას ექნება ცდუნება იმისა, რომ შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება. ეს არ არის მიმართული მარტო დღევანდელ მთავრობაზე. ეს არის მიმართული აქცია ყველა შემდგომ მთავრობებზეც კი. Trebuie ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რატომ უნდა ასე სასიცოცხლოდ ვიძინა ივანიშვილს რუსთავი ორი დახურვა. შეზღუდული სიტყვა ნიშნავს შეზღუდულ ნებას, ნიშნავს შეზღუდულ თავისუფლებას. მედია პლურალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი დემოკრატიის ქვეყანაში. Რამდენად დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, იმაზეა დამოკიდებული ჩვენი ევროპული მომავალიც, ჩვენი ნატოში ინტეგრაცია და ასე შემდეგ. ანუ ეს პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ეკონომიკური წინსვლის, ჩვენი უსაფრთხოების შესაბამისად რუსთავი ორის პრობლემა არ არის პრობლემა ერთი კონკრეტული ტელევიზიის. ეს არის პრობლემა, რომელიც პირდაპირ უყვარს ჩვენი შვილების მომავალს, ამიტომ ქალები არ ვაპირებთ გაჩერებას და არ ვაპირებთ დათმოთ ჩვენი შვილების მომავალი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვერდში დავდგეთ რუსთავი ორი.